კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მადლობა რომ გვისმენთ მთელ საქართველოში და გვიყურებთ პლატფორმებზე იმედი.gr, My Video.gr, ასევე მაგთის IP ტელევიზიით 53 არხზე, რადიო იმედის Facebook გვერდზე, YouTube არხზე და ტელეკომპანია იმედის YouTube არხზე, რომელსაც მილიონზე მეტი გამომწერი ყავს. ძველი 9 წლიანი ციკლის დასასრული და სრულიად ახალი ეტაპის დასაწყისი, ინდივიდუალიზმი, ლიდერობა, ინიციატივა და კომფორტის ზონიდან გამოსვლა. Როგორი წელი გვერდის ნუმეროლოგიურად, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება 2026-ში და 12-ვე თვის ენერგიებზე და შესაძლებლობებზე ვისაუბრებს ჩვენ სტუმართან ერთად, შემოგვიერთა მარიამ ციმინტია. მარიამ, გილოცავ ახალ წელს და მადლობა რომ ხარ ჩვენთან. ძალიან დიდი მადლობა. მეც ყველას გილოცავთ, მრავალს დაესწარით. მინდა გითხრათ რომ ძალიან მაგარი წელი მოდის ჯერჯერობით. არ ვამბობ რომ მოვიდა, იმიტომ რომ რეალურად შემოვა ამ 2026 წლის ენერგიები დაახლოებით 17 თებერვლიდან, მაგრამ გიხაროდეთ. ჩვენ უკვე საკმაოდ კარგად გავიარეთ ეს კარმული პერიოდი. ძალიან რთული იყო ეს როგორც ხო იცი როგორ გადაღლის შემდეგ აი ეს მოვედით და მინდა გითხრათ რომ გადავდივართ უკვე გადავედით პრინციპში მეწყულის ერაში და საკმაოდ ინტელექტუალურად ძალიან კარგი პერიოდი ვითარებისთვის ძალიან კარგი პერიოდი მოკლედ აი არ ვიცი ძალიან მიხარია რომ ძლივს მივახციეთ კი ბატონო 2026 კი ბატონო ნუმეროლოგიურად რომ შევაფასოთ 9 წლიანი ციკლის დასასრულს ნიშნავსო და გაგვიმარტე ახლა რა არის ეს ხო ნუ ჯერ ადრეც ვისაუბრეთ ჩვენ მე და შენ ამ თემაზე მინდა გითხრათ რომ აი დავიწყოთ 2024-დან ხო დაიწყო ესეთი აქტიურად კარმული უბრალოდ 2019-დან პანდემიის პერიოდიდან მაგრამ რეალურად 2024 ხსნიდა კარმას 2025 გვარტყავდა ეს უკვე ბოლო ეტაპები წერტილები და ეს იყო საშინად კარმული პერიოდი 2025-ში ძალიან ბევრი წყვილი ერთმანეთს დაშურდა საკმაოდ ურთიერთობებს არ ტყავდა ძირითადად და ფინანსურ მდგომარეობას და ძალიან კარგი ამბავია რომ იმ ხალხისთვის ვისაც არ ტყავდა ურთიერთობაში 2025 წლის განმავლობაში 2026-ში გექნებათ გამოსწორება თუ ფინანსური იყო მაშინ ფინანსურში გამოსწორების გზაზე გადახვალთ და ეხლა ყველა შემეკითხება და აბსოლუტურად ყველას ეხება? არა, ყველას არა. მინდა გითხრათ რომ თუ გაიარეთ მართლა კარგად თქვენი კარმული პერიოდი და კარმა გაუშვით ბოლომდე და რაღაცა გარკვეული დასკვნები გამოიტანეთ და დაასრულეთ, ეს იყო ხო ცხრიანი არის ცეცხლი, ცხრიანი არის კარმა, გვარტყავდა 2025-ზე მაქვს საუბარი და 2026 არის ერთიანი, ეს არის განახლება თავიდან დაწყება და წარმატება. თქვენ აუცილებლად მიიზიდავთ ამას. თან მინდა გითხრათ რომ რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ 17 თებერვლიდან იწყება და სადღაც ივნისში უკვე კარგად შევამჩნევთ ამ პროცესებს. ძალიან მაგარია და თუ შეიძლება მე დავამატებ, აი ნახეთ ეხლა რატო ვამბობ კონკრეტულად თებერვალზე, ჯერ ეს ერთი თებერვალში მართლა იწყება რეალურად ეს წელი პლუს დაახლოებით აპრილამდე აგრესიებია ეს ემოციები ტალღები, ასეთი ტალღები იქნება. დაუშვათ ავიღოთ იანვარი. იანვარი საკმაოდ ისეთი გარდამტეხი პერიოდია ჯერ. ყველა ადამიანი საკმაოდ სუსტად იგრძნობს თავს. ეს მთელ მსოფლიოს ცოტა შორის ეხება, იმიტომ რომ ჩვენ ერთ სისტემაში ვცხოვრობთ, ეკოსისტემაში. ძალიან სუსტად რაღაც იმედგაცრუებულები, აი ძალა არ მაქვს, არაფერი არ გამომდის. ზოგს ძალიან ღრმა დეპრესიები დაეწყება, ესეთი ქრონიკული პროცესების აქტივატორი. თებერვალში უკვე გამოვდივართ ამ მდგომარეობიდან, მაგრამ აქ იწყება უკვე აგრესიული ფონი. მე რაღაცა უნდა შევცვალო, აი ბიძგივით შემოდის ენერგია და ხალხს ექნება უფრო ქრონიკული დაავადებების, თქვა სიტყვაზე ამ შემთხვევაში შეიძლება ითქვას ნევროზის, ხო, ძირითადად, იმიტომ რომ ემოციურ ფონზე არ ტყავს, ცოტა ემოციებზე ვიქნებით და აი მარტიდან უკვე მსოფლიო დაძაბულობები, აპრილი ძალიან დაძაბულობა და აპრილიდან უკვე ამასუნ თქვა. მე მიდის მაისი არის სასწაული პერიოდი, ძალიან ბევრი ადამიანი შეამჩნევს მატერიალურ მდგომარეობა რო სწორდება. ივნისი არის სასწაული პერიოდი, მაისი, ივნისი, ივლისი
აგვისტო იდეალური პერიოდი ბიზნესის დაწყებისთვის, საქმიანობის აღდგენისთვის, რომ იცოდეთ, მიუხედავად იმას, რომ შეიძლება ბიზნესი არა გაქვთ და ძალიან კარგია სამსახურშიც რომ რაღაცეები მოაგვაროთ, გადაალაგოთ, ხო უფროსთან საუბარი თუ გინდოდათ, აი ამ პერიოდებში შეგიძლიათ უკვე დაალაგოთ თქვენი საქმე. აი ეს 4 თვე არის იდეალური. სექტემბერი არის ძალიან კარგი, ძალიან გლობალური ყიდვებისთვის, აი თქვათ უძრავი ქონება და ასე შემდეგ და პლუს სექტემბერი მინდა გითხრათ რომ იმ ადამიანებისთვის, ვინც ძალიან დიდი პერიოდის განმავლობაში ელოდებოდა თავის მეორე ნახევარს, სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი, ეს 3 თვე, ამ 3 თვის განმავლობაში თუ თქვენ ისევ დაუბრუნდები 2025 წელს, ხო? განიცადეთ, მაგრამ გაიარეთ უკვე ეს კარმა, ხო, გაუშვით, აი ამ 3 თვის განმავლობაში შესაძლებელია თქვენ ცხოვრებაში მოვიდეს თქვენი მეორე ნახევარი და რეალურად ის პიროვნება, რომელიც გეკუთვნით, ან დაგიბრუნდეს ძველი. მაგრამ ამ პერიოდის განმავლობაში თუ თქვენ თან დაბრუნდა თქვენი წარსულიდან ხო ადამიანი, ვისთანაც უკვე დასრულებული გქონდათ, მე მინდა გითხრათ რომ დაეთანხმეთ, დაიბრუნეთ, ეს კარგია. დეკემბერი როგორი იქნება? ხო, დეკემბერი უკვე გადასვლა. ჩვენ ესე ვთვლით, მაგრამ რეალურად გადასვლა არ არის, მაგრამ წლის ბოლოა და დეკემბერი არის ძალიან კარგი დასაგეგმად 2027 არის ფანტასტიკური წელიწადი, აი 2026 ხო კარგია. ჩვენ ახლა ზევით ავდივართ, ზევით მივდივართ და სხვათა შორის აი ამ წლის განმავლობაში მე მინდა გითხრათ რომ ძალიან ბევრ ადამიანს უფრო გაეღვიძება ინტუიცია, უფრო მიმართულები იქნებიან სულიერ სიმშვიდეზე, ბალანსზე, რომ მერწყულის ერა საერთოდ ძალიან ბევრი ადამიანი, ვისაც ქონდა ნიჭი იღვიძებს და საქართველოში სხვათა შორის კავკასიელებს ეგ ვახასიათებს ყველას მაგარი ინტუიცია გვაქვს და ჩვენ სპეციფიური ესეთი ძალიან რაღაცნაირი ერი ვართ და მინდა გითხრათ რომ თქვენს გაგაფრთხილებთ, თუ თქვენ გაქვთ რაღაცნაირი შფოთვები დაგეწყებათ, რაღაც შეგრძნებები, ვიგრძენით ალღები მაქვს ხელში, მაგრამ ეგ იმთან მიდიხართ და ექიმი გეუბნებათ აბსოლუტურად ჯანსაღი ხართ, ეს უკვე თქვენი შეგრძნებები იღვიძებს და რატო დავიწყე ასე? მთელი წლის განმავლობაში ხო იქნება ეგეთი ტალღები. ძალიან უფრო ღრმა ხდება პირო ადამიანი მთელი მსოფლიოს ფარგლებში, იმიტომ რომ ჩვენ სხვა განზომილებაშიც გადავედით და დეკემბერი ამას დაასრულებს. უკვე თქვენ მიხვდებით ვინ ხართ ამ წლის განმავლობაში, აი ამ ტალღებიდან გამომდინარე. ასე რომ მეგობრებო, ძალიან კარგი წელი, ოღონდ არ დაგვავიწყოს რომ სოფლიო დონეზე ეხლაც ვიცით ჩვენ რომ რაღაც ამბებია, მე არ მინდა კონკრეტული ხაზები გავუსვა. თავარია, რადგან მე ცოტა კი არა, მე უფრო ჩემ თავს მეცნიერს დავარქმევდი, ეცოტა პროფესორები რო არიან, რადგან ჩვენ ცხოვრობთ მატრიცაში და რადგან ჩვენს ფიქრზე ძალიან ბევრი რამ დამოკიდებულია, ასე რომ ჩვენ ვიფიქროთ პოზიტიურად და მსოფლიო ამბებიც შეიცვლება. კარმა ახსენე არაერთხელ. რა არის ეს კარმა, უფრო გასაგებად რომ ავხსნათ თქვენი მსვენელისთვის? ხო, სხვათა შორის კარმაზე ეძახიან რომ ვაიმე კარმა, ზოგი ეძახით ვაიმე კარმულია. ეს არ არის ცუდი. აი დაუშვათ დავალება გაქვს, რომელიც არის შესასრულებელი. პლუს პარალელურად ავიღოთ ადამიანებს, ესეთი მიდგომა გვაქვს. აი ცუდი მემართება ეს ცუდს ნიშნავს და საშინელება, მაგრამ ბრილიანტი თავიდან არის ქვა. პრესის შემდეგ ხდება ბრილიანტი, ხო? დამუშავების შემდეგ. ან თქვენ გჭირდება დამუშავება და კარმა ზუსტად აი ეს შლიფოვკა დამუშავება თქვენი, რომ თქვენ მიაღწიოთ იმ დონეზე, რომ გახდეთ ბრილიანტი. დაახლოებით აი ადვილად რომ ასე აგიხსნათ. სავარაუდოდ ის, რაც წინა ცხოვრებაში ქონდათ დავალებები, შესასრულებელი, აქ გადაიტანეთ აწმყო დროში და ამ ინკორნაციაში, თქვენ აი ამ ნაბიჯების გადადგმის შედეგად უკვე ასუფთავეთ თქვენ სულს მის ვიბრაციას, რაც გაძლევს საშუალებას უკვე შემდეგი ცხოვრებისთვის გადახვიდეთ უფრო კარგ სხეულში, დაუშვათ კარგი ეგრეგორი რო გქონდეთ და კარგი წარმატებული ცხოვრება რო გქონდეთ, ვიდრე ეხლა რო გაქვთ, ან საერთოდ გადახვიდეთ უკვე სხვა განზომილებაში და დედამიწაზე აღარ დაბრუნდეთ. ადამიანებს მუდმივად გვაინტერესებს და ეს არის ალბათ ცნობის მოყვარეობა, რა შესაძლებლობები შეიძლება არსებობდეს, რომ კარგად ჩავებღაუჭოთ და გამოვიყენოთ, ასე ვთქვათ, სწორად.
ჩვენ ვთქვით, რომ აი ძველი 9 წლიანი ციკლის დასრულება, სრულიად ახალი ეტაპის დასაწყისი არის ფაქტობრივად 2026 წლის მნიშვნელოვანი აქცენტი. ეს ინდივიდუალიზმი, ლიდერობა, ეს ინიციატივა რა დამატებით შანსებს უჩენს ადამიანს, რომელიც ამ ეპოქაში ცხოვრობს, სადაც კრიზისები მუდმივად ხდება, გინდა არ გინდა გიწევს გაუმკლავდი ამას, რა ტენდენციები იქნება ზოგადად ამ კუთხით, რა მიმართულებით შეიძლება რომ გამოვხატოთ ეს ჩვენი ინიციატივები და ინდივიდუალიზმი. ჩვენ გადავდივართ და უკვე პრინციპში ვართ ტექნოლოგიის განვითარების პერიოდში. Ეხლა უკვე იწყება და ჩვენ ამ ერაში ვცხოვრობთ. მე მინდა გითხრათ, რომ ეს რაღაცნაირი ისეთი საამაყო მომენტი, რომ ჩვენ ინკორნაცია ჩვენი არის აი ამ პერიოდში, როდესაც ძალიან დიდი სისწრაფით განვითარდება კაცობრიობა და ტექნოლოგიები. ეს ჩვენ ვიცით ხო? ვითარდება და ეს ამაზე იქნება დაფუძნებული აბსოლუტურად ყველაფერი. ზოგი არის წინააღმდეგი, პრინციპში მეც რაღაცა კუთხით არ მიხარია, მაგრამ კარგიც არის ძალიან ბევრი ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ მე უკვე ადამიანები გამოიგონებენ სპეციალურ კოსტუმებს, ეს უკვე ვიცი, აი რაღაცნაირი ისეთი კოსტუმები გვექნება, რომ ტანსაცმელიც გადავა უკვე სხვა მხარეზე, აღარც იქნება საჭირო ჩვენ ვივლით სულ სხვანაირად, გვექნება გაჯეტები, გვექნება ჩიპები, მაგრამ ჩიპი არის ისეთი მომენტი, რომ გვეშინია, მაგრამ მე არ მომბობ შიგნით. იქნება სპეციალური ისეთი რაღაც არ ვიცი ახლა როგორც დავარქვათ, თავზე აი ქუდივით დასაფარებელი რაღაცა, რაც წაიკითხავს შენს განწყობას, შეცვლის შენს ტალღებს, ტვინის ტალღებს, ასევე აუტისტური სპექტრის ბავშვებისთვის ძალიან ბევრი რამე იქნება, მაგრამ ეხლა ეს რაც არის სამომავლოდ, მაგრამ კონკრეტულად ქართველებისთვის თუნდაც ავიღოთ, ხო, როგორ უნდა ვიცხოვროთ, რომ შევცვალოთ ჩვენი ცხოვრება, სწორად გავიგე შენი კითხვა და მე მინდა გითხრათ, რომ იქიდან გამოვდინე, ახლა თქვენ ძალიან გაგიკვირდებათ. შეიძლება მაგისტრი ვარ, ექსტრასენსი ვარ, მაგრამ უცბად გადავდივარ, რაღაცა ფსიქოლოგიურად უნდა განეწყოთ, რაღაც კი, ასეა. მეგობრებო, დაიმახსოვრეთ, ძალიან ბევრი ადამიანი მე მეკითხება პირადად, როგორ მიაღწიე ყველაფერს. მე ხო ვამბობ, რომ მე პროფესორივით ვარ, მე სულ ვატარებ ცდებს. პირველ რიგში ჩემს თავზე, ხალხზე არა, რა თქმა უნდა. აი, მე ადრე ძალიან ცუდ დღეში ვიყავი. მაგრამ მე ხლა შემომხედეთ და სულ ვითარდები და მივდივარ წინ. რატომ? აი ძალიან დიდი კითხვის ნიშანი და სხვათა შორის ამაზე უცხოეთში ლაპარაკობენ. რანაირად მიდის წინ? რანაირად? იმიტომ რომ მე ჩემი ტალღები, ჩემი აზრები შევცვალე. რა თქმა უნდა მე ადამიანი ვარ და ძალიან ისე განწყობილი ვარ ზოგჯერ კახასიაძე, ზოგჯერ ცუცხასიაძე, მაგრამ პირველი პრინციპი უნდა გჯეროდეთ თქვენი თავის, იმიტომ რომ ყველა ადამიანი, ვინც თქვენს გარშემო არის, თქვენი სარკეა. აი დაუშვათ ყავთ მეუღლე, რომელიც გიყვირის სულ. დაფიქრით იმაზე, რომ რა არ გიყვართ თქვენს თავში, რატო გექცევათ. თუ უფროსია და თქვენ ვერ მიდიხართ ფინანსურ მდგომარეობაში, ანუ კარგად არ ახართ და უფროსი სულ გეუბნებათ, რომ შენ მაგას ვერ მიაღწე, რატო უნდა გადაგიხადო კარგი ხელფასი. დაფიქრით იმაზე, რომ რატო ფიქრობთ ასე თქვენს თავზე, რატო ფიქრობთ, რომ თქვენ არ იმსახურებთ, იმიტომ რომ თქვენზე არის ძალიან ბევრი რამ დამოკიდებული. თავარი სამუშაო მაინც საკუთარ თავთან გიწევს. რა თქმა უნდა, ეხლა ძალიან რთულია. სხვათა შორის ჩემთან რომ მოდის ხალხი, ადრეც გეუბნებოდი, ერთი ქალი მოვიდა და ვეუბნები, რომ თქვენ ჯადო არა გაქვთ, თქვენ გაქვთ თქვენი თავის პრობლემა და ისე გაუტყდა. რა ვიცი, ისე ეწყინა. ანუ ადამიანებისთვის არის ყველაზე ადვილი, როდესაც მიდიხარ და გეუბნები, ხო, იცი რა, აი იმ ვიღაცამ დოდომ თქვათ მეზობელმა, გაგიკეთა ჯადო, იჯდა ხარშავდა და გაჭოდა, всё. ხო, მაგრამ სულ ეს ესმის ხალხს, ხო, ირგვლივ რომ რაღაცა ენერგიები არსებობს და ან არც გვიკვირს, რომ რეალურად გონიათ, რომ რაღაცა პრობლემა შეიძლება არსებობდეს და თქვათ ასახსნელად იყენებდნენ ამ კომპონენტს. მე მინდა დავამატო, ნახეთ, არ გამოვრიცხავ, რომ სხვებმაც შეიძლება ჩვენზე იმოქმედონ. აი ნახეთ, თუ თქვენ გინდათ, აი პატარა ისეთ ნიუანს გეტყვით. თუ თქვენ გინდათ, რომ თქვათ სიტყვაზე შეიცვალოთ და თქვენი თუნდაც ფინანსური მდგომარეობა შეიცვალოს. ისაუბრეთ, ეკონტაქტეთ უпростоროდ იმ ხალხთან და იმ ხალხს, ვინც წარმატებულია. ან იმ სფეროში იტრიალეთ, ცოტა ხანი მაინც. აი დავუშვათ 1, 2, 3 თვე.
დამიჯერეთ, თქვენ დაინახავთ, რომ თქვენი აზროვნება იცვლება და თქვენი ტალღები იცვლება და რაღაცნაირად გიმართლებს უკვე. თუ წარმატებული პიროვნება დაჯდება იმ ხალხთან, ვინც უკვე ჩავარდნილია, ხო? აუცილებლად იმასაც რაღაც დაემართება. ტალღებზე ყველაფერი ტვინის სიხშირეზეა დამოკიდებული, მაგრამ უბრალოდ ხალხისთვის, ვისთვისაც უფრო მისაღები იქნება, მე მინდა გითხრათ, რომ იტრიალეთ იქ ადგილებში, სადაც კარგი ენერგიაა. თუ თქვენთვის არის ეს მისაღები. პარალელურად რას აკეთებს სპეციალისტი, როდესაც მოდის ადამიანი ჩემთან სიტყვაზე, წმენდაზე. რა თქმა უნდა, ჩვენ აურას ვასწორებთ. აბა რა, მაგრამ ეს ხო იცი ხელოვნურად თვითონ არა, რაც მისი გასაკეთებელია. ჩვენ ამას ვასწორებთ. მაგრამ თუ ისევ და ისევ ნეგატივში გადადიხართ ფიქრებით, ისევ ჩავარდებით იქ. ანუ აზროვნება შეცვალეთ ეს ერთია. პლუს ცეცხლის, ესეთი ცხენის წელიწადია. ვერ იტანს რომ თქვენ იყოთ აი რაღაც პასიური. აი ზოგი ზის და ამბობს, ვაიმე როგორ მინდა ვოთ ამერიკაში წავიდე, მაგრამ აი არ მიმართებს ადექი და გააკეთე, სადე რისკზე უნდა წახვიდეთ, უნდა იმოძრავოთ და ცეცხლის ცხენი ზუსტად ამას ამბობს, თან ერთიანია, ანუ ნუმეროლოგიის თვალსაზრისით. ძალიან გაუმართლებს იმ ადამიანებს ამ წელს, მე მინდა გითხრათ, ძალიან, აი ხაზ გასმით, სამი წერტ-ძაყილის ნიშანი, ვინც იქნება აქტიური და ეს აქტიობები უნდა დაიწყოთ დაახლოებით აპრილის თვიდან. და ნახეთ, დამიჯერეთ თქვენ მერე მიხვდებით რომ ეს სიმართლეს ვამბობდი. კი ბატონო, ესე იგი ერთიანი არის ნუმეროლოგიურად წლევანდელი წელი 2026. კი ბატონო, 2025 იყო ცხრიანი, ეს არის კარმა, ეს არის აგრესია, ამიტომ ამდენი ომი, ამდენი კონფლიქტი. ერთიანი რა არის? ახალი დასაწყისი, ახალი შესაძლებლობები? ხო, ეს განულების შემდეგ ისევ ერთიანზე გადავდივართ. ახალი შანსები, შენ შეგიძლია 180 გრადუსით შეცვალო შენი თავი და შენი ცხოვრება. და ყველა ადამიანის კარმაში, აი კარმაზე რო ლაპარაკობდი, რუკაშიც რო ვუყურებთ, ხო არის ციფრები 1-დან 9-მდე. თუ შენ უკვე ყოველი 9 წლის განმავლობაში განახლება ციკლის მიდის და თუ დათვლით, აი როგორ უნდა გამოთვალოთ, ხო, თქვენი დაბადების თარიღიდან უბრალოდ 9 წელი ამატეთ, აი ასე. და მიხვდებით, თუ ცხრიანი ვარდება გარკვეულ წელზე, ხო? ეს არის გარდამტეხი პერიოდი. შეამჩნევთ, რომ ის წელი რთული იყო, ძალიან მძიმე, მაგრამ სადაც არის ერთიანი, ეს არის იდეალური თქვენთვის. და ხალხისთვის, რადგან წელიწადი თვითონ თან ცეცხლის ცხენი, ეს არის რაც სასწაული შეხამება, აი დამაჟრიალა კიდევაც, ვაიმე, ისე ველოდებოდი ამ წელს არის. ეს არის ფანტასტიკა. ხო, ეს განწყობა გადაეცი ჩვენს მსმენელსაც და მაყურებელსაც, მოკლედ ყველაფერი არის ჩვენში. რა თქმა უნდა. ვამუშაოთ საკუთარი თავი, საკუთარი ფიქრები, იმიტომ რომ ფიქრის ენერგიაც არ იკარგება, ფიზიკის კანონი გაგვახსენდეს, ნიუტონის მესამე კანონი და გავცეთ და ის აუცილებლად დაგვიბრუნდება. მადლობა მარიამ. პირიქით, მადლობა თქვენ დაპატიჟებისთვის და რაც მთავარი ყოველთვის ამას ვამბობ, სიყვარულის ენერგია ყველას გადაგვარჩენს და შეცვლის მსოფლიოს. ამიტომ გვიყვარდეს ერთმანეთი, ნუ მინიმუმ თქვენი ოჯახის წევრებიც და თქვენი თავიც. დიდი მადლობა.